ხო, აი, თავიდან დავიწყებ, ასე იგი. წინა ლექციაზე ჩვენ ახსენით VT, Vision Transformer-ი და ამ ლექციაზე ჩვენ გვექნება Shifted Window Transformers paper-ი, ასევე Swing Transformers-იც ეძახიან, რაც იყო, ასე ვთქვათ, VT-ის შემდეგ ერთ-ერთი state of the art transformer არქიტექტურა. ჩანს? იგი ჩანს. Okay, კაი, ასე იგი, პირველ რიგში რა ხდება? ჩვენ გვაქვს Swing Transformer-ი, ავიწამე ბოდიში. ერთ წუთში მოვა ბოდიში. ხო, მოვედი ბოდიში. ჩანს ხო? იგი ჩანს. ხო, ასე იგი გავიხსენოთ, მოდი პირველ რიგში Vision Transformer-ი რა იყო. Vision Transformer-ი არის იგივე ჩვეულებრივი language transformer-იც გვაქვს, უბრალოდ განსხვავება ის არის, რომ ვთქვათ, სიტყვის მარცვლებიანი ტოკენები რაც იყო, ეს არის ჩვენთვის სურათის პეჩები. სურათის პეჩები, აი თუ თქვა დაფიქრდებით, რა არის პრობლემა ვიტთან პირველ რიგში. ანუ რატო შეიძლება დაგვჭირდეს ვიტის გაუმჯობესება. თუ თქვა რამე იდეები გაქვს. რა პრობლემა აქვს ვიტს, ასე ვთქვათ. მაჩებს რო უყურებს და არა ფიქსელებს. Okay, ერთ-ერთი ეგ არის, პიქსელებს რატომ უნდა უყუროს? უფრო მეტი ინფორმაცია რო გქონდეს. ანუ attention-ში ხო ფაჩები ედარება ერთმანეთს და არა პიქსელები. კი, მაგრამ მაშინ მაგის counter argument-ი ასე ვთქვათ ის იქნება, რომ აი ჩემთან გაჭედა მარტო. ჩემთან არის.
ხო, როგორც ყოველთვის ინტერნეტმა მოინდომა ლექციის დროს გაჭედვა. კაი, სად გავჩერდი? ვიტის პრობლემებს. ვიტის პრობლემა. ხო, ესე იგი ვიტის პრობლემა არის, რომ ესე იგი თუ გვაქვს ძალიან დიდი სურათი, რომ წარმოვიდგინოთ 2024-ზე და ამის შემდეგ ტოკენებად გადაღწევას patch embedding-ით თუ გავაკეთებთ, შეექმნება რა პრობლემა, რომ გვაქვს ძალიან დიდი sequence length-ი, ხო? sequence length-ი გვაქვს და განსაკუთრებით vision-ის არქიტექტურებში რა არის მნიშვნელოვანი, რომ მოდელი მუშაობდეს შქარა. იმიტომ რომ vision-ის მოდელები ხშირად არის ისეთ ადგილებში, ასე ვთქვათ, იმპლემენტირებული, რაც არ აქვს ძალიან მაღალი computing power. მაგალითად, რო წარმოვიდგინოთ კამერებში. კამერებს ახლა არ აქვთ რაღაცა HASI, GPU-ები და ასე შემდეგ. ასე რომ აუცილებელია რომ ხარა მუშაობდეს, ხო? და ესე იგი რაც უფრო გავწვდით ჩვენს ასე ვთქვათ sequence length ვიტის შემთხვევაში უფრო და უფრო computationally ძვირი გახდება ჩვენი ვიტის დატვირთვა. ხო, ანუ ვიტის შემთხვევაში რა დავიმახსოვროთ არის, რომ ჩვენ გვაქვს global attention-ი, ანუ ყველა patch-ს შეუძლია ყველა patch-ზე ასე ვთქვათ attention-ის გაკეთება. აი თუ გახსოვთ წინა ლექციაზე რაც ვაკეთებთ იყო, რომ query key matrica რა shapes იყო, ხო? იყო batch, sequence length. Number of heads row, ასე ვთქვათ, გამოვიდა ამ შემთხვევაში. ანუ გვაქვს კვადრატული მატრიცა, რომელიც scale-დება ჩვენ რამდენი patch token-ი გვაქვს მაგის მიხედვით ვიტის შემთხვევაში. სვინის შემთხვევაში სხვანაირად არის, ესე იგი სვინის შემთხვევაში საკეთებთ არის, რომ ანუ იმის მაგივრად რომ ყველა transformers layer-ზე, აი თუ გახსოვთ წინა transformers layer-ებიც ჰქონდა. ყველა transformers layer-ზე რო ერთი და იგივე რაოდენობის patch-ი ჰქონდეს და global attention-ი ჰქონდეს, ჩვენ ამ attention-ს ფაქტობრივად ვაპატარავთ პატარ-პატარა window-ებზე. ანუ აი მარცხნივ თქვენ ხედავთ. ანუ აი მთავარ აზრს ამ paper-ის. ესე იგი რა საკეთებენ, რომ იმის მაგივრად რომ გააკეთონ ერთი დიდი გლობალური patch embedding-ი, აკეთებენ რას, რომ ესე იგი ფაქტობრივად, აქ 16x-ი რას ნიშნავს ვხვდებით? რა შეიძლება იყოს? patch-ი რამდენი პიქსელია? ხო, ზუსტად, ანუ patch size რა ხელა არის. patch size-თან რა დამოკიდებულება აქვს, ხო, რომ რაც უფრო დიდი არის patch size, მით უფრო დაკლები ტოკენი გვექნება და პირიქით. Swing transformer შემთხვევაში ჩვენ patch size-ი ასე ვთქვათ ფიქსირებული არ არის. patch size-ში თავდაპირველად გვაქვს 4, მერე გვაქვს 8, მერე გვაქვს 16, მაგრამ აქ თუ ნახავთ, ესე იგი ჩვენ გვაქვს ეს პატარა რეგიონები. ანუ ჩვენ რას ვაკეთებთ, რომ global attention-ს კი არ ვაკეთებთ, როდესაც patch size-ი 4 გვაქვს, არამედ გვაქვს პატარ-პატარა რეგიონები, ეგრეთ წოდებული window-ები და window attention-ი არის ფაქტობრივად რომ შევხედოთ. აი მაგალითად აქ, აი ამ ზედა მარცხენა კვადრატს, ზედა მარცხენა patch-ს ასე ვთქვათ. შეუძლია რომ attention-ი გააკეთოს მარტო აი ამ რეგიონში. ზემოთ უკვე უფრო იზრდება ეს რეგიონები და საბოლოოდ ერთ-ერთი გვაქვს global attention-ი, ანუ ფაქტობრივად swing transformer-ი სიმით ეძახიან hierarchical vision transformers, იმიტომ რომ ფაქტობრივად სხვადასხვა transformer-ის layer-ებზე გვაქვს სხვადასხვანაირი attention-ი. Global attention-ი არ გვაქვს, რაც უფრო, ასე ვთქვათ. ანუ რა პლუსი აქვს ამას, ხო, 16 patch size-ს ავიყენებთ, შეიძლება პატარა დეტალების სურათი დავკარგოთ. მაგრამ ამ შემთხვევაში 4-4-ზე patch size-ი გვაქვს 8-8-ზე, 16-16-ზე და ანუ ეს ვარიაცია ჩვენს მოდელს უკეთეს ხდის და შედარებით უფრო efficiency. აი ხო, აქ არის ესე იგი ფაქტობრივად აღწერა როგორ ხდება, ანუ ჩვენ თუ გვაქვს პირველ layer-ზე ეს window-ები, შემდეგ layer-ზე გვაქვს უკვე ესეთი window-ები. ანუ თითოეულ layer-ზე რომელ ტოკენებზე შეუძლიათ attention-ის გაკეთება, ასე ვთქვათ, იცვლება. ანუ ვიტის შემთხვევაში როგორი იქნებოდა, ხო, როგორი სურათი იქნებოდა აქ, როგორი იქნებოდა ერთი დიდი კვადრატი,
სადაც თითოეულ ტოკენს ან თითოეულ patch-ს ამ შემთხვევაში შეუძლია თითოეულ patch-ზე attention-ის გაკეთება, მაგრამ ამ შემთხვევაში ესე არ არის. ამ შემთხვევაში თითოეულ layer-ზე იცვლება. კაი, კიდევ ხო, ну აქ არის უბრალოდ აი აქ არის უბრალოდ აღწერა, ეს არქიტექტურა როგორ გამოიყურება. ესე გვაქვს სურათი, patch partition-ი. Patch partition-ი რა არის? ეს არის აი patch embedded-ი რო დავწერეთ წინაზე. ზუსტად ეს არის. Patch merging-ის layer-ი არის ერთ-ერთი ახალი layer-ი, რომელიც შემოდის, ანუ patch merging-ი ის გვჭირდება, რომ ჩვენ ხო ეს patch-ები გვაქვს ერთი დედ წარმოდგენილი, ანუ sequence-ში გვაქვს ხო წარმოდგენილი. მაგრამ ჩვენი სურათი ხო 2D არის და ჩვენ გვინდა რომ სხვანაირად გავაკეთოთ, ასე ვთქვათ, ანუ აი აქ რაც ჩანს. ანუ თავიდან გვაქვს ბევრი patch-ი და ამ ზოგიერთ patch-ის merging-ი გვჭირდება, რომ ვთქვათ ეს უფრო დიდი patch-ი მივიღოთ. აი ზუსტად მაგისთვის არის patch merging-ის layer-ი გაკეთებული აქ. ხო. და ნუ აქეთ ახლა ესეთი განსაკუთრებული არაფერი არის, ეს layer norm-ი არის, ეს არის multi-scale attention-ი, residual connection, layer norm-ი MLP. ხო. აი კიდევ რა არის ამ paper-ში მნიშვნელოვანი, ეს არის უბრალოდ როგორ აკეთებენ ამის იმპლემენტაციას. და როგორც ესენი აკეთებენ ამის იმპლემენტაციას ისე არ გავაკეთებთ, მაგრამ კარგ რაღაც განახებთ. Towards აქვს flex attention-ი და მაგასაც გავეცნობთ ეს მე კოდის სახით. კარგი, ну აქ შედეგები არის და შედეგებს არ დავუწევ ყურებას, იმიტომ რომ ზოგადად უკეთეს შედეგები არის ხოლმე papers რო გითხულობთ. უყურეს შედეგებს ზოგადად არ აქვეყნებენ. ხო, ну ეს ანუ power ideas მიხდით ამ paper-ის ასე თქვა high level-ზე, რომ რითი არის vision transform ჩვეულებრივი vanilla vision transformer-ისგან განსხვავებული. Okay. სხვები გიორგი გიგი. რამე გავგებარია შემიძლია რაღაცები გავიმეორე, რამე ნაწილით გავგებარია. Okay. კაი, მაშინ მოდი ახლა ბაზი არ ეკრანს, ეგ უბრალოდ visual studio-ს ბაზი არის. და მოდი დავიწყოთ. ახლა ესე ჩვენ გვინდა Torch-ის environment-ი, ხო. ამ კომპიუტერზე არ მაქვს გაიგეს. ფოლდერი კაი. ხო, ესე იგი ეს იმპლემენტაცია თვითონ მოდელის დროს არ დავხარჯავ, მაგრამ ჩაიგდებთ ფაილს, სადაც იმპლემენტირებული არის და შეგიძლიათ გადახედოთ იმპლემენტაცია დროს დავკარგავ, იმიტომ რომ ანუ ეს patch-ების, ასე ვთქვათ, shape-ების სწორად დასმას საკმაოდ დიდი დრო მიაქვს და მაგაში რო დავხარჯოთ, მეჩვენია რაღაც ისეთი ფიჩერები გავიაროთ, რაც ჩემი აზრით საინტერესო არის და მარტო swing transformers-ზე კი არ გამოგვადგება, არამედ გამოგვადგება სხვა attention-ის მექანიზმებში მაგალითად. კაი, მოდი გავაზიარებ ახლა. და ის არის. Chance. ხო, ესე იგი დღეს თავარი ასე ვთქვათ. ეს არის flex extension-ი. ახლა რატო გავდივართ ამას, იმიტომ რომ swing transformers-ზე ზოგადად არის რაღაცნაირი შეზღუდული attention-ის მექანიზმი, შეზღუდული attention-ის მექანიზმი. ანუ რა პრობლემა არის, ხო? რატო არ შეგვიძლია ჩვენ ჩვეულებრივად შეზღუდული attention-ი ვიდით გამოსახოთ? ასხია რომ შეიძლება, მაგრამ პრობლემა რა არის მანდ რომ ჩვენ თუ შეზღუდულ attention-ს უბრალოდ მასკით დავფარავთ, ძალიან დიდ ნაწილს computation-ის plan-out. ანუ მასკით როგორ იფარება ტრანსფორმერში თუ გახსოვთ ეგ.
0-ზე ვამრავლებთ არა უბრალოდ. ხო, ანუ რეალურად computation მაინც ხდება, მაგრამ რაღაცა დიდ თვად 0-ზე არ ვამრავლებთ, რაღაც float infinity-ს ვაინჯებთ. თვითონ attention score-ებს. მაგრამ ანუ მთელი მოყამი ის არის, რომ attention-ის computation მაინც ხდება. უბრალოდ მე მრავლდება ის რაღაცაზე. ან მე ასე ვთქვათ, ვსეტავთ ამას. და ეგ არის პრობლემური, იმიტომ რომ ჩვენ რო შევხედოთ swing transformers მარცხნივ. ჩვენ ანუ თავი მოყამი ეს არის, რომ global attention-ი არ გავაკეთეთ, ხო? ჩვენ თუ global attention-ი გავაკეთეთ და მე query key მატრიცაზე შემდეგ დავსეტეთ რაღაც infinity-ები, ჩვენ ის computation-ი მაინც გავაკეთეთ, მიუხედავად იმისა, რომ ანუ models, ასე ვთქვათ, მოდელი გაიგებს რის გაკეთებას გვინდა. მაგრამ მაინც ავხარჯეთ GPU-ს დრო. ხო, და ეხლა რადგან ასე ვთქვათ, ეხლა რა არის ალტერნატივა, ხო? ერთ-ერთი ალტერნატივა არის, რომ ავდგეთ და ჩვენ დავწეროთ kernel-ი. ჩვენ დავწეროთ kernel-ი, რომელიც იმ global attention-ს არ დაითვლის და დაითვლის მარტო აი ამ shifted window attention-ს. kernel-ის დაწერა, რომ ის efficient იყოს, სალგან თავისი თონა სჭირდება, დრო სჭირდება, ასე ვთქვათ, და ერთ-ერთი არჩევანი იყო ძველად, სანამ flex attention-ს შემოიღებდნენ. შემდეგ შემოიღეს flex attention-ი. Flex attention-ი რა არის ეგ რომ? Flex attention-ი არის torch compile-ის ერთ-ერთი ნაწილი. არც გამოგიყენებია თუ არა torch compile-ი, მაგრამ torch compile-ი არის, ესე იგი, ჩვენ რო კოდი გვიწერია, ან ძალიან მაღალ დონეზე, რო ვთქვათ, ან რას აკეთებს, ან high level, რო ვთქვათ, რას აკეთებს torch compile-ი. თუ ახსნილი მაქვს ეს თუ სწორად მახსოვს. არ გაქვთ. ხო, ოკეი, დაი, მოდი მაშინ Visual Studio Code-ს გავხსნი და მიახლოებით, იმიტომ რომ torch compile-ი ჩემი აზრით აუცილებელია, რომ იცოდეთ. ასე დეტალურად ასაკეთებს არა, მაგრამ როგორ მუშაობს და ასაკეთებს სამ basic დონეზე. აი, წარმოვიდგინოთ, რომ გვაქვს რაღაც ტენზორი, აი, სურათის ტენზორი გვაქვს მაგალითად. 3, 224, 224-ზე მოდი ამ შემთხვევაში CPU-ზე იყოს, როგორც ვიცი, torch compile-ი უფრო კუდაზე მუშაობს, მაგრამ აი, დემონსტრაციისთვის CPU-ზე იყოს, იმიტომ რომ კუდა არ მაქვს ხან კომპიუტერზე. ხო. ესე იგი, რას ვაკეთებთ, რომ გვაქვს სურათი და წარმოვიდგინოთ, რომ გავაკეთეთ რამდენიმე ოპერაცია, ძალიან basic ოპერაციები, როგორც არის +1. ეს ხო არის 0-დან 1-მდე. და თქვა, გვინდა გადავიყვანოთ 0-დან 1-მდე, ყოველობრივ სურათად RGB space-ში ბაიტად გამოვსახოთ. როგორ შემიძლია ეს გადავიყვანო, ხო? ანუ რაღაც უნდა გავამრავლო ეს 255-ზე. უკეთესი მოდი უფრო ისეთი მაგალითად ავიღოთ, უფრო მეტი ოპერაცია დაგვიდეს. თქვა, გვაქვს -1-დან 1-მდე და 0-დან 255-ში უნდა გადავიყვანოთ. როგორ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ, რომ მიგანახოთ? რაღაცა მარტივი ოპერაციები უნდა გავაკეთოთ, რაღაც პლუსი გაყოფა, გამრავლება ასე შემდეგ. ანუ -1 უნდა გახდეს 0, 1 უნდა გახდეს 255. ერთი მივუმატოთ და 255-ის ნახევარზე გავამრავლოთ. ხო, ესე იგი, ეს ეხლა რაც დავწერე, ეს არის 3 ოპერაცია, ხო? ეს არის მიმატება, ეს არის გამრავლება და ეს არის გაყოფა. ჩვენ რო წარმოვიდგინოთ, რომ ეს როგორ გაიშვება ჩვეულებრივი torch-ის mode-ში. ეს იქნება, რომ აიღებს სურათის თითოეულ რიცხვს, მაგას აიღებს GPU-ს, ასე ვთქვათ, GPU-ს RAM-იდან, GPU-ს core-ამდე მიიტანს, GPU-ს core-ები გააკეთებენ ამ დამატებას, მე ჩაწერენ ისევ GPU-ს RAM-ში. მე წამოიღებს ისევ GPU-ს RAM-იდან გამრავლებას კი არა და images, უკვე განახლებულ images ელემენტებს გაამრავლებს, ჩაწერს ისევ RAM-ში. RAM-ში ანუ VRAM-ში გულისხმობს GPU-ს RAM-ში. და მე მესამე ოპერაცია ისევ წაიკითხავს, გაყოფს და ისევ ჩაწერს. ანუ ფაქტობრივად ჩვენ რა გავაკეთეთ, რომ აი ამ მარტივი chain-ისთვის გავაკეთეთ 3 წაკითხვა და ჩაწერა, ხო? თუ უფრო მეტი, ხო, 3 იყო საერთოდ. 3 წაკითხვა და ჩაწერა.
ეს არის ნელი. რატომ უნდა გავაკეთოთ ჩვენ სამი წაკითხვა და ჩაწერა, როცა შეგვიძლია ჩვენ ერთი წაკითხვა გავაკეთოთ, ეს სამივე ოპერაცია ერთად მოვდოთ იმავე ფუნქციის გაშვებაში და მე ერთხელ ჩავწეროთ უკან. Torch compiler რაც საკეთებს არის ერთ-ერთი, ბევრ რაღაც საკეთებს, მაგრამ ერთ-ერთი რაც საკეთებს არის ესეთი ოპერაციების კოდის გენერაციას. ან ფაქტობრივად ჩვენ რო გვიწერია კოდი, მაგალითად რა ვიცი. forward-ი გვიწერია, ხო? ვთქვათ, selfie-ანი მას აქ იქნება. და ესენი ჩავწერეთ. ამ კოდს ფაქტობრივად აიგითხავს მთლიანად, ააგებს graph-ს, fx graph-ი ქვია. fx graph-ს როდესაც ააგებს, მე აქვს თავისი pattern matcher-ი. ან pattern matcher-ი არის ის ოპერაციები, რომლებიც შეიძლება ერთ ოპერაციად შემდეგ გადაკეთდეს. ანუ რაღაც pattern-ი ამ შემთხვევაში არის აი ეს ოპერაცია ხო არის binary ოპერაცია. ესეც binary ოპერაცია, მაგრამ ესეც binary ოპერაცია. ამ pattern matcher-ის მიხედვით მე შეგვიძლია ჩვენ ფაქტობრივად ესეთი pattern-ები დავიჭიროთ და შემდეგ ამისთვის კოდი დავაგენერიროთ. Torch compiler როგორ მუშაობს? ძალიან მარტივად შეგიძლიათ ჩავერთოთ ასე ვთქვათ Torch compiler ერთ-ერთი საშუალება არის როგორ დავუწყოთ Torch compiler ფუნქციას. ხო? და ეს არის ერთ-ერთი საშუალება, მეორე საშუალება არის მაგალითად კლასი თუ გვაქვს, რა ვიცი, some model ჩაოლებრივი კლასი თუ გვაქვს. ეს გავაკეთოთ და forward-ი. მოდი იყოს ეს. ხო, ეს არის ესე. ხო, და დავაინიციალიზოთ და ერთ-ერთი მეორე გზა რითი შეგვიძლია ეს Torch compiler გავაკეთოთ არის რომ ეს მოდელს მოვდოთ პირდაპირ Torch compiler და კომპილაციას გააკეთებს. ოღონდ Torch compiler-ზე არის ფიქრობთ რომ Torch compiler-ს როდესაც ესე ვაწერთ, მაშინ აკეთებს compiler, მაშინ აკეთებს compiler. Compiler-ის ერთ-ერთი ასე ვთქვათ დამახასიათებელი არის ის რომ compiler-ს ჭირდება იცოდეს როგორ shape-ს მიიღებს, ხო? ამ ოპერაციებისთვის compiler ძალიან მარტივია და როგორი shape-იც არ უნდა მიიღოს. ყველა ელემენტის დაუმატე პლუს 1 გამრავლე 255-ზე ნებისმიერი shape-ისთვის იგივეა, ხო? უბრალოდ ყველა ელემენტზე არის ეს მოდებული, ასე ვთქვათ. Shape-ს მნიშვნელობა არ აქვს. ვიღაცას შემოსვლა უნდა და მე უნდა დავაეფრო. ხო. სამინი გათუ შემოყვედი, ჩახარ ჩემთან. ხო. ეს არის ერთი და ხო, ეს არის როდესაც shape-ის ცოდნა არ გვჭირდება ასეთი ოპერაციებიც, მაგრამ არსებობს ესეთი ოპერაციები, რომლისთვისაც shape-ი საკმაოდ მნიშვნელოვანი არის, ხო? აი, როგორი ოპერაციები შეიძლება იყოს იგი ესეთი ოპერაციები. აი, მაგალითად, attention-ის ოპერაციისთვის საჭიროა shape-ის ცოდნა. წესით კი არა. ხო, ან გაჩნია attention-ს, როგორ attention-ს ვაკეთებთ, ამიტომ shape-ის ცოდნა ყველანაირში ასე ვთქვათ, კარგი არის, რომ მე კარგი kernel-ი დავაგენერიოთ. შეიძლება იყოს ეს multi-head attention-ის, შეიძლება იყოს არა multi-head attention-ი, არამედ ჩვეულებრივი self attention-ი, cross attention-ი, ასე შემდეგ, ანუ shape-ის ცოდნა კარგი არის ამ შემთხვევაში. ანუ არის kernel-ები არის იგივე ფუნქციები, რომლებიც GPU-ზე ეშვება. ანუ ზოგიერთი kernel-ისთვის არის კარგი კი არა აუცილებელია shape-ი რომ იცოდეს, ზოგიერთთვის არ არის აუცილებელი. ასე რომ ეს რას მოვაყოლე რომ ჩვენ რა Torch compiler-ს დაუწერთ აქ მოდელს, მოდელი კომპილაციას მაშინ არ აკეთებს. ეს უბრალოდ Torch-ს ეუბნება რომ ეს მოდელი, როდესაც forward-ს გააკეთებს, მაშინ უნდა გააკეთოს კომპილაცია. ანუ კომპილაცია ხდება პირველ ასე ვთქვათ, პირველ გაშვებაზე. ანუ პირველად რო გავუშვებ მოდელს, მაშინ აკეთებს კომპილაციას, იმიტომ რომ შენ როდესაც უშვებ მოდელს, შენ shape-ებს აძლევ და მაგ shape-ებით შეუძლია ასე ვთქვათ, reasoning-ი გააკეთოს მე როგორი კოდი დააგენერიროს და ასე შემდეგ. ხო, ახლა ეს ას მოვაყოლე, იგი Torch compiler-ის ერთ-ერთი ნაწილი არის კოდის გენერაცია, ხო?
და ხო, და ზუსტად ანუ აი ამ ასე ვთქვათ, აი ამ როგორ თქვა. აი ამ patterns მიყვება flex attentions. ხო, მოდი ახლა გადავიტან ისევ პრეზენტაციას იმაზე. Flex attention. ხო, ახლა flex attention. Flex attention-ი ახლა რა არის? ანუ აი აქ მარცხნივ კარგად წერია. ასე ვთქვათ, რა არის იგი? ჩვენ გვაქვს attention-ის ძალიან ვარიანტი. Attention-ს აქვს თავისი forward passes, forward attention და backward attention. Backward attention-ი გჭირდება ტრენინგის დროს. Inference-ის დროს შეიძლება სხვანაირი attention-ი კონდეს. მაგალითად, LLM-ების დროს რა ფაზები არის იცით attention-ის? თუ ჯერ გაგივლიათ ეგ. რო გაიმეოროთ რა თქვით. LLM-ები როცა აგენერირებენ კოდს, როგორი ტიპის attention-ი გვაქვს? Flash attention-ი. Flash attention-ი კი იყენებს, მაგრამ ეგ გაია flash attention-ი ასაკეთებს? არა. არა, ოკეი. კაი, ნუ ალბათ მაგას LLM-ს დაფრავენ ახლა რომ ამაზე როგორ დავხარებთ, მაგრამ ნუ ვიცოდეთ რომ სხვა მოდელებს ზევანდელ ასე ვთქვათ ML-ში აქვს სხვადასხვანაირი attention-ი. როგორც ახლა ვნახეთ swings, ასე ვთქვათ LLM-ს აქვს სხვანაირი attention-ი. სხვანაირი attention-ში იმას კი გულისხმობ რომ რაღაც score matrix-ს არ ვაგებთ უბრალოდ, თუნდაც სხვანაირი არის. აი თქვა და ხედავთ რომ ზოგიერთ bias-ი აქვს, ზოგიერთი inference-ის არის attention-ი, ზოგიერთი full attention-ი არის. კაი, ხო, ისე full attention-ი როდის არის? როგორ მოდელებში ვიყენებთ full attention-ს? encoder-ში. კი. ანუ full attention-ს ვიყენებთ როდესაც ვიცით მთლიანი sequence, ხო? Causal attention-ი რომელი არის? რა თქვით? Causal attention-ი, აი ეს მეორე, ასე ვთქვათ, მეორე ხაზი აქვს. ეგ decoder-ში როცა next token prediction-ში იხმარება. კი, causal attention-ი. და რატო ვიყენებთ causal attention-ს, რატო არ ვიყენებთ? Masking-ს ვუკეთებთ, სამკუთხედი masking-ი არის, რომელიც მარჯვენა ზედა ნაწილი არის მინუს უსასრულობებით და ამას როცა დაუმატებთ attention score-ებს, შეგვიძლია masking-ი გავუკეთოთ შემდეგ ტოკენს, რომ მოდელმა ასე ვთქვათ რითაღლითოს და შემდეგ ტოკენებზე არ გააკეთოს attention-ი, რომ შემდეგი ტოკენის პრედიქცია სწორად მოხდეს. ოკეი, მაშინ ასე კითხვა, რატო გვინდა ეგ, ანუ რატო თქვა ტრენინგის დროს რატო არ არის კაი რომ შემდეგი ტოკენიც იცოდეს, ხო? რა პრობლემა არის? მე მუშაობდი ზუსტად ასეთ პროექტზე და არ გავაკეთე causal masking-ი. და რა მოხდა არის რომ როცა მთლიან ტექსტს გადააწვდი, ანუ ამის ტრენინგი როგორ ხდება, მთლიან ტექსტს გადააწვდი და ყოველი ტექსტის ნაწილზე შემდეგ ტოკენს აპრედიქტებს, ну ეგეთი ოპტიმიზაციის ხერხი არის რა. და პრობლემა ის არის რომ ყველა შემდეგი ტოკენისთვის მთლიან ტექსტს ვაძლევთ და მასკინგი თუ არ მოახდინეთ, შემდეგი ტოკენიც იზის და მაგის მომდევნოც ასე შემდეგ გარდა ბოლოსა. ხო და მიიღებ რომ 128 sequence length-დან 127 სწორი არის ყოველთვის და inference-ისაც არც ერთი. და მაგით გვჭირდება causal masking-ი. 128-დან 127 სწორია, ხო? კაი, მაშინ ოკეი, კი ბატონო. Quad inference-ის დროს რომ 64 sequence length-ი კონდეს მარტო, აი მაგის გარანტია რომ კონდეს. 64 sequence length-ი რო კონდეს მარტო? ხო, აი 128-ზე ხო დავატრენინგეთ და ხო ამბობთ რომ 127 სწორი არის, აი. თუ თქვა ვიცით რომ 64 sequence length არ გაცდება ჩვენი ტექსტი inference-ის დროს, მაშინ შესაძლებელია რომ გამოვიყენოთ full attention ტრენინგისას decoder-ის მოდელის. Ну, next token prediction-ში მაინც აზრი არ ექნება causal masking-ს თუ არ ვიხმართ. ხო და რატო? იმიტომ რომ შემდეგ ტოკენს ყოველთვის ნახავს, ამ მთლიან ტექსტს ნახულობს ტრენინგის დროს და მთლიან ტექსტს თუ ნახულობს, ეგ ნიშნავს რომ ყოველთვის ის შემდეგი ტოკენი რა არის, გარდა ბოლო ტოკენისა. კი.
ხო, ანუ ზუსტად ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენ რო inference-ის დროს ტოკენ, შემდეგ ტოკენს ვაგენერირებთ, ჩვენ არ გვაქვს ხო ის შემდეგი ტოკენები. და ანუ causal masks იმიტომ ვაკეთებთ, რომ ტრენინგის დროს ჩვენ რომ მოდელმა ისეთი რაღაცები არ ისწავლოს, რაც inference-ის დროს უბრალოდ შეუძლებელია რომ გქონდეს. ხო, ესე იგი ეს არის causal masking ერთ-ერთი ეგ არის, ხო. Local masking რა შეიძლება იყოს? აი, ანუ აქ გავდივარ იმებს, აქ რაც აწერია. Local masking-ის რა არის ახლა? ანუ ეს არაფერი განსაკუთრებული არ არის, უბრალოდ რაღაცა ლოკალურად ვაკეთებთ masking-ს, რომ ჩვენმა ტოკენებმა client attention, global attention-ი კი არ გააკეთოს, როგორც swing-ში ხა ახსენეთ, არამედ პატარ-პატარა რეგიონებს გაუკეთოს attention-ი. Neighborhood-იც, რამდენიმე კიდევ ბევრი ვარიაცია არსებობს, window attention-ი ასე შემდეგ. მაგრამ ეს ყველაფერი არის უბრალოდ ვარიაცია attention-ის. ეხლა აქ რას აკეთებენ ესენი, ანუ რას გვეუბნებიანო. სანამ flex attention-ი გამოვიდოდა თითოეული attention-ისთვის, თქვა forward-ისთვის, backward-ისთვის, inference-ისთვის ეს კენელები უნდა დაგვეწერა ჩვენით. უვინდოდა რომ efficient ყოფილიყო. ეხლა ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ global attention-ს ვერ გამოვიყენებთ და მე ვერ დავმასკავდით infinity ტოკენებით. დავმასკავდით, მაგრამ აქ პრობლემა ის არის, რომ ამისთვის კენელი უნდა დაგვეწერა თუ გვინდოდა რომ თქვა ჩქარი ყოფილიყო. მაგრამ flex attention-ი ასე საკეთებს არის, რომ კენელებს მე დავწერო, შენ უბრალოდ მომაწოდე როგორი ტიპის attention-ი გინდაო. და გაიმოდი რა გავიარეთ. ეს ფორმულა ცნობილია, წინაც გავიარეთ. ხო, ეს უბრალოდ torch-ით დაწერესაც ჩვენ დავწერეთ უკვე. აი. ხო. ფორმატი. აი, ახლა რა პირველად შევაფიქრებ რა გავიარეთ. აი, მოდი causal masking გავიარეთ, აი causal mask პირველად. აი, მოდი დავაიმპლემენტიროთ flex attention-ით რაღაც. Flex attention-ით დავაკეთებთ ამას, იმიტომ რომ მე რა კოდ snippets-ს მოგცემთ, flex attention-ით არ არის დაიმპლემენტირებული. შეგიძლიათ შემდეგ გადაწეროთ flex attention-ით თუ ვინმე რევარდიშოთ swing მოდელის გაგებას. აი, ესა flex attention-ის სად არის ახლა პრობლემა. Guy, flex attention-ი და causal mask. ეს რას გვიჩვენებს ახლა? ესე იგი, ჩვენ ფაქტობრივად flex attention-ს ვაკეთებთ. ჩვენ რაც უნდა მივაწოდოთ ჩვენს მოდელს არის რომ როგორი მასკი გვინდა გქონდეს, ხო? როგორი მასკი გვინდა გქონდეს მაგის მიხედვით, შემდეგ ჩვენი torch-ი დააგენერირებს ისეთ kernels, რომელიც იქნება უფრო efficient, ვიდრე თქვა გლობალური attention-ი რო ვაკეთებინო და იქ დაგვემასკა რაღაცები. აი, causal mask-ი და სინტაქსი როგორ იყო? ხო, ნუ ეს block mask-ი არის. აი, მოდი block mask-ი დავიწყოთ. From torch and then attention, flex attention. Okay. აი. ეს იგი სინტაქსი რა არის, ხო? არჩევს. Ой. Смотрис. Синтакსი რა არის, ხო? ესე იგი, ჩვენ გვაქვს causal ფუნქცია, სადაც უწევს ჩვენ query index-ი და kv index-ი. ანუ ჩვენი ასე ვთქვათ attention-ში მთავარი ოპერაცია ხო არის query at k. მთავარში გულისხმობ, რომ ასე ვთქვათ, რასაც მიაქვს ყველაზე დიდი compute-ი და რაც მოიხმარს ყველაზე მეტ memory-ს. ეს არის query at k transpose, ხო? რატო ეს? იმიტომ რომ ეს ქმნის sequence length matrix-ს. ანუ ჩვენ ახლა torch-ს ვეუბნებით, რომ ჩვენ როდესაც გვექნება რაღაც კვადრატი, self attention-ის შემთხვევაში კვადრატი მატრიცა, როგორი მასკა უნდა მოდოს ჩვენმა attention-მა ამ კვადრატულ მატრიცას. ამის ჩვენ ვქნით ფაქტობრივად block masks. ანუ block mask-ი არის, რასაც ვიყენებ შემდეგ flex attention-ში და ანუ ამ block mask-ით ხდება რომელი ასე ვთქვათ რომელი ნაწილები დაფაროს, რომელი არ დაფაროს. ანუ სინტაქსი არის ძალიან ასე ვთქვათ ინტუიტიური.
გვაქვს ესე create block mask-ი, რომელიც არის ფუნქცია და ამას ვაწვდით შემდეგ ისეთ ფუნქციას, რომელიც აბრუნებს booleans, როდესაც რაღაც q index და kv index-ი მიეწოდება. ეხლა ეს რატო არის causal, ხო? აი ეს რომ ვიკითხოთ. Query index-ი, სადაც მეტი არის kv index-ზე, ისინი, ასე ვთქვათ, გვაწყობს თუ არ გვაწყობს. ანუ ორივე ნული თუ არის, ეგ იქნება ცოტა უცნაური ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, ზევითა მარცხენა კუთხე, ხო? კი, კი. და პლუს უდრის რო წერია ცოტა დამაბნეველია, იმიტომ რომ მაშინ ნიშნავს რომ პირველი მარცხენა კუთხე არ გვაწყობს. ეხლა მოდი დავწეროთ შეიფებით, ხო? ესე იგი, ჩვენ გვაქვს batch-ი, ეს არ გვინდა. გაიხედით იყოს ჯანდაბას. Sequence length embedding dimension, ხო? ეს არის ჩვენი. პლუს უდრის საწერია. ალბათ მეტია მეტია უდრის უბრალოდ. პლუს თქვი შემთხვევით. ph sequence length embedding dimension. ხო? ესე იგი და query at k გვაძლევს ამას, ასეთ მატრიცას. ხო. მოდი ახლა ეს რო დავხატოს ხოლმე. მაუსი არ მაქვს, მაგრამ რა ვიცი, trackpad რასაც შეძლებ დავხატო. აი, მოდი გადავიდეთ ჩვენს paint tool-ში. აი, და თქვათ, რაღაც წინადება ავიღოთ რა. რამე წინადება მითხარით, რაც გინდათ, ქართულად ინგლისურად ნებისმიერ. 3 სიტყვიანი წინადება. Quick brown fox მაგალითად, მარტო აქ. კლასიკური quick, ახლა ეს დაწერა. აი, მოდი ჩქარა დავწერ, quick. აი, ნუ brown და fox იყოს რა. აი, გვაქვს ესე იგი, და სიმარტივისთვის მოდი რა გავაკეთოთ, რომ ჩავთვალოთ, რომ თითოეული სიტყვა არის ერთი ტოკენი. რეალობაში ეგრე არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში სიმარტივისთვის მაგას ვაკეთებთ. ახლა ვაკეთებთ attention-ის მატრიცას, რაც არის ის მატრიცა, რასაც ვიღებთ queries at k-ს, როცა ვაკეთებთ transformer-ში, ხო? ესე იგი, ანუ row-ები არის query, column-ები არის k და ესე იგი q არის ეს quick. კაი, მოდი ბილს დავწერ და აქ იყოს f. ხო? ჩვენ causal masking-ის დროს როგორი, ასე ვთქვათ, როგორი მასკი გვინდა. ანუ რომელ კვადრატებში უნდა ჩავწეროთ ახლა ეს infinity-ები. Diagonalis ზემოთ რაც არის. რომ მიგანახო ინდექსები, თქვათ ეს რომ 0 იყოს და ესეც 0, row და index-ით. ნუ 1-0-ში იქნება მინუსასრულება. 1-0-ში ანუ აქ ხო? ინდექსაციით, ანუ 1 column და 0 row. columns პირველად ამბობთ? ინდექსაციას როცა ვუკეთებთ, ეგრე არ გამოვა? უგულმა. ანუ აქ ამსგულის. ხო. აი, მოდი ახლა ნახოთ, კაი კიდე. მაგის მარჯვნივაც. და მაგის ქვევით, ანტონი როგორც თქვა. ეს. კაი, ესე იგი, ზემოთაც გვაქვს ეს რაღაც quick brown რაღაცა. კაი, quick დავწერ brown და fox. ეს რას ნიშნავს, ესე იგი, რომ quicks არ აქვს წომა brown-ზე. ეხლა ეს კოდში როგორ ითარგმნება, ხო? ჩვენი quick არის quick-ის q index-ი რა იქნება ამ შემთხვევაში. Quick-ის q index. ანუ ეხლა ვცდილობთ, რომ გავიგოთ flex attention-ის აღნიშვნები როგორ მუშაობს. Quick-ის q index-ი რა იქნება აი კოდში რომ ნახეთ. 0 იქნება რა. Quick-ის q index-ი მოდი აქ დავწეროთ, მაგრამ mouse-თან წავმოვხსნათ. Q index-ი და KV index-ი. ხო, quick-ის Q index-ი იქნება 0 ამ შემთხვევაში, ხო, აი ამ rows-ს როცა ვუყურებთ.
Brownies Q index-ი რა იქნება ამ შემთხვევაში? ანუ ეს ჩავთვალოთ, რომ პირველ როლს უყურებთ. Brown და Fox. პირველ როლს უყურებთ, ახლა ჩავთვალოთ და აი ამას ისე ვაგებთ, აი ამ ასე ვთქვათ charts. Quick-ის არის 0, ხო? Quick-ის KV index-იც ნუ აი 0 იყოს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ Quick შეუძლია Quick-ზე attention-ის გაკეთება, საჭირო არის. Brownies KV index-ი რა იქნება პირველ როლში იქნება 1, ხო? იმიტომ რომ ანუ ზედა ნაწილი column-ები არის K მატრიცა, row-ები არის Q მატრიცა. ხო? 1 და 2. ხო? ახლა ეს კოდს გადავიყვანოთ, ხო? კოდში რა გვიწერია ესე იგი ამის paste, ამის გადაღება შემიძლია სურათით ჩაგდება. კაი. ხო, ნუ აი კოდში რა გვიწერია? Thumbnail layer client სურათით ჩავარდა. კაი, მეცამა. აი, შეკეთებული. ხო, ახლა აქ რა გვიწერია, ხო? Q ინდექსი მეტიან ტოლია KV ინდექსზე. ამ შემთხვევაში quick მეტიან ტოლია. Okay, გიგავა. ამ შემთხვევაში quick-ის Q ინდექსი, ანუ ესე უნდა დავიწყოთ. Quick-ის Q ინდექსი რა იქნება, ხო? Quick-ის Q ინდექსი ყველგან არის 0. ეს Browns და Fox არ შეესაბამება, 1 და 2 Browns და Fox-ის არის. Quick-ის Q ინდექსი არის ფიქსირებული, იმიტომ რომ არის 0. ამ შემთხვევაში იქნება x, იმიტომ რომ 0 მეტი არ არის 1-ზე და ამ შემთხვევაში იქნება x. ანუ ჩვენ რატო არის causal mask-ი? ანუ ჩვენ გვინდა აქ ისეთი boolean დავწეროთ, რომ ანუ რა შემთხვევაში უნდა მიაქციოს ყურადღება. და ეს causal mask-ი იმიტომ არის, რომ ანუ Q ინდექსი თქვათ, რომ წარმოვიდგინოთ, რომ არის 0, KV ინდექსი არის 0, 1, 2, 0-ს აქციოს ყურადღებას, იმიტომ რომ მეტი ანტოლია, 1-ს და 2-ს არ აქციოს, იმიტომ რომ 0 მეტი არ არის 1 და 2-ზე. ეხლა Brown-ის შემთხვევაში, ხო, Brown-ი როცა არის Q. Brown-ი როცა არის Q, რა ხდება? Brown-ის Q ინდექსი არის რა? 1. 1-ის შემთხვევაში Quick-ის KV ინდექსი რა არის? არის 0, ხო? Brown-ის KV ინდექსი არის 1, Fox-ის KV ინდექსი არის 2. ასე რომ ამას და ამას მიაქცევს ყურადღებას, ასე ვთქვათ. მაგრამ ამას არ მიაქცევს, იმიტომ რომ ნუ KV ინდექსი Fox-ის არის უკვე 2 და ნუ მეტია 1-ზე. და ფაქტობრივად გამოვიდა causal masking-ი. აი, ახლა მოდი სხვანაირი მასკი დავწეროთ. ეს არის ძალიან მარტივი causal masking-ი, რასაც ხშირად ნახავთ, მაგრამ თუ თქვათ ცოტა custom მოდელებს დავიმპლემენტირებთ, შეიძლება დაგჭირდეს რაღაც ისეთი masking-ი, რომლებიც არც causal არის, რაღაც სხვანაირი masking-ი არის. აი, მოდი წარმოვიდგინოთ ასეთი რაღაც. თქვათ ვაკეთებთ რაღაც ისეთ მაგალითი მინდა, სადაც ტოკენებმა ერთმანეთს ყურადღება უნდა მიაქციონ, არა სტანდარტულად. კაი, მოდი მაგალითი გადავიდეთ, ახლა ვიმუშავ. ესე იგი, წარმოვიდგინოთ, რომ ვაკეთებთ რაღაც მოდელს, რომელიც არის diffusion მოდელი. და diffusion მოდელში ჩვენ გვინდა რომ დავაგენერიროთ რაღაც გარკვეული სურათი, როდესაც გვაქვს რაღაც conditioning სურათები. ანუ ჩვენი input-ი არის 3 სურათი, რის მიხედვითაც ჩვენი სურათი უნდა დავაგენერიროთ და ჩვენ გვინდა როგორი attention-ი გქონდეს ახლა. მოდი ახლა სურათს გავაკეთებ. ახალი ის რო გავაკეთე. არა, კამერა, new. აი, თავიდან ახს. კაი, მოდი ახლა ეს რაღაც გავაკეთოთ, რომ ჩვენ გვაქვს diffusion მოდელი. ჩვენ diffusion მოდელის input-ი არის 3 სურათი. ვთქვათ, ერთი სურათი, არის რაღაც მეორე სურათი და რაღაცა
მესამე სურათი. და ჩვენი მიზანი არის ერთი სურათის გენერირება. მოდი ახლა დავწეროთ ესეთი როგორი მასკინგი დავწეროთ იცით? Trans diffusion modelში ამ სურათს უნდა შეეძლოს ყველა სურათზე attention-ის გაკეთება და ამავდროულად თავისთავზეც. ანუ ეს სურათი რო წარმოვიდგინოთ არის თქვათ 10 patch token-ი, 10-ვე patch tokens უნდა ქონდეს საშუალება რომ attention-ი გააკეთოს სხვა სურათებზე, იმიტომ რომ ჩვენი diffusion მოდელი არის სურათების გაკეთების, ანუ სურათი არის input-ი და სურათს ვაგენერირებთ, მაგრამ ამავდროულად ამ სურათებს, ხო? არ უნდა შეეძლოთ ამაზე, არ უნდა ქონდეს access-ი ამას, არც ამაზე არ უნდა ქონდეს access-ი. და ნუ სხვა სურათებსაც ანალოგიურად. ამაზე access-იც არ უნდა ქონდეს. ერთადერთი რაც access შეიძლება ქონდეს არის self attention. აი ამის იმპლემენტაცია მინდა გავაკეთო. როგორ გიჩვენებთ რომ გავაკეთოთ? ვინმე რო გააზიაროთ თუ მე რო დავწეროთ და თქვენ მიგანახოთ. პირველ რიგში ამოცანთ თუ არის გასაგები, სანამ თქვათ იმპლემენტაციაზე გადავალთ. პირველ რიგში რატო ვაკეთებთ ეს თუ არის გასაგები? რატო ვაკეთებთ ეს გასაგები? ანუ ეს ფოტოების სიკვენსი რო გაქვთ მანდ წითელ ლურჯად და მწვანედ. ეგ რადგან ეგ ფერებშია ვივარავდი რომ არხები არის და არა, ეს არის სხვა სურათები უბრალოდ. ანუ ხო, ჩვეულებრივი სურათები გვაქვს, აი მოდი ვიყო use case, ესე იგი, გვინდა რომ დავაგენეროთ ადამიანებს, რომლებსაც აცვიათ რაღაც დასაცმელი. გვაქვს ზედა რა უნდა ეცვას, გვაქვს შარვალი რა უნდა ეცვას და გვაქვს ფეხსაცმელი რა უნდა ეცვას. გვაქვს ზედის ფოტო, წითელი იყოს ზედის ფოტო მაგალითად, აი თუ შესულხართ რა ვიცი. e-commerce site-ებზე და ეს ზედის ფოტოები როცა არ ასვია უბრალოდ რა თეთრ ფონზე. გვაქვს შარვლის ფოტო, ეგეც თეთრ ფონზე, გვაქვს ფეხსაცმლის ფოტო, ეგეც თეთრ ფონზე, რომელიც ამ შემთხვევაში არის მწვანე სურათი. და გვაქვს შავი, ეს შავი რა არის? შავი არის ის დიფუზია გავიარეთ წესით, ის ლატენტები, რასაც ვაგენერირებთ. noisy ლატენტები. და ესეთი attention-ი გვინდა დავწეროთ. როგორ გიჩვენიათ ვინმე გააზიაროთ და დავწეროთ თუ მიგანახოთ. კაი. სხვა ვინმეს სხვა უნდა. უბრალოდ ის მაგათ რო voting გავაკეთეთ ვინმეს თუ უნდა რომ გააზიაროს. კი ბატონო. და მოდი დავწეროთ, ესე იგი, პირველ რიგში რა გვინდა, ხო? ეს სურათები რაღაცნაირად უნდა გამოვსახოთ. როგორ გამოვსახოთ ხა ეს სურათები? მოდი ეს, მოდი უნდა გავაზიარო მთელი ეკრანს ავტოვაზიარ. ეს მთელი ეკრანს გავაზიარებ. ჩანს. კი ჩანს. ხო, ხო, ესე იგი გვაქვს ეს და გვინდა დავაიმპლემენტიროთ ეს flex ეს მასკი, მოდი ჯერ მასკი გავაკეთოთ და მე flex attention-ის გავაკეთოთ მასკი ამ ვინდოებით. ესე იგი ჩვენ რა გვაქვს, ხო? გვაქვს query მატრიცები, გვაქვს key და გვაქვს value. აი, მოდი ახლა ჩავთვალოთ ეს რაღაცა, რომ ჩვენი query რომელი უნდა იყოს ჩვენი noisy ლატენტები, ანუ noisy ლატენტებში გულისხმობ ამ შემთხვევაში შავი სურათი. შავი სურათში რომელი უნდა იყოს? უნდა იყოს noisy ლატენტები არა. query მატრიცა რომელი უნდა იყოს? უნდა იყოს noisy ლატენტები თუ უნდა იყოს ეს სამი. შავი წესით არა? მოდი ვნახოთ, ისევ და ისევ shape-ებით შეგვიძლია გამოვიყვანოთ ეს. shape ეხლა ფაქტობრივად self attention-ი არ გვაქვს, ხო? გვაქვს cross attention-ი, იმიტომ რომ გვაქვს ეს ერთი შავი, რომელიც იქნება unquery ან KB, ჯერ არ ვიცით. და გვაქვს ეს სამი, ასე ვთქვათ, conditioning-ი, რომლებიც
ნუ ხო, რომლებიც არის ან key ან query. ახლა როგორ შეიძლება მივხვდეთ? Query-ს ხო აქვს shape. აქ shape-ები შეგვიძლია მივხვდეთ. ფაქტობრივად cheating-ი გამოდის, მაგრამ ნუ sequence length-ი ხო? Sequence length noisy latency-ს ავაწეროთ. Keys რა არის აქ, ესე იგი heading sequence length. Sequence length ref latency-ების refs დავუძახოთ reference latency, იმიტომ რომ reference არის ფაქტობრივად ისინი. და value-საც იგივე შეიძლება, ხო? ესეთი თუ გვაქვს, მაგალითად ხო არ შეიძლება მივიღეთ იქიდან. Transformer-დან. QK იქნება sequence length noise latency, sequence length ref latency. ეს იქნება QK და მე ასე ვთქვათ, რო გავაკეთებთ QK at this, მე იქნება რა? ასე იგი, V ამ შემთხვევაში არის ეს. ხო? და რა შეიძლება მივიღებთ აქ? ამის shape რა იქნება? რომ მიგანახოთ. Sequence length იქნება ref latency-ების და embedding dimension-ი? მოდი ნახოთ, მაგით იქნება. კაი, ეს ალბათ არ იქნება. query keys თუ არის ეს, მაგ შემთხვევაში reduction dimension-ი რომელი არის? ანუ მატრიცას რომელიც reduction dimension-ი არის, ის dimension-ი რომელზეც მარცხენა ხო? მარჯვენა, სულს მარჯვენა. სულს მარჯვენა, მეგონა შიდა dimension-ები მრავლდებოდა მატრიცის გადაგება. კი, ან თქვა თუ აქ ამ მატრიცა MXN-ზე, უბრალოდ MX-ზე ხოლმე, და გვაქვს B მატრიცა AXN-ზე, ანუ AB, AEB იქნება. ხო, მიხდი. სხვანაირად უყურებთ. ანუ შიდა, ასე ვთქვათ, reduction dimension-ი ამ შემთხვევაში არის ეს K. და ჩვენ შემთხვევაში reduction dimension-ი გვინდა რა რო იყოს. ეს ხო? იმიტომ რომ გვინდა noise latency-ები დარჩეს. attention-ის მერე. ეს გასაგებია? კი. კი. ხო, ეს არის noise latency-ები. Sequence length, რადგან V არის sequence length ref latency და embedding dimension-ი, ფაქტობრივად საბოლოოდ მივიღებთ ამას. ანუ იგივე queries shapes. ანუ ჩვენ ახლა ვიცით, რომ ჩვენი query არის ეს შავი მატრიცა. მატრიცა და რა გამოსახული, მაგრამ ნუ ტოკენებად გვექნება გადაქცეული, იმიტომ რომ წარმოვიდგინოთ, რომ patch embedding-ი გვაქვს გაკეთებული და მაგაზე არ დავხარჯოთ ხადრო. აი, მოდი query მატრიცა გავაკეთოთ, რა ვიცი. რა shape გინდათ რომ იყოს. აი, ერთი კონდეს. text-მეტი head-ი ავიღოთ. და წარმოვიდგინოთ, რომ გვაქვს, რა ვიცი, 4.16 token. და embedding dimension-ი არის რამდენი? 128. ეს არის ჩვენი noisy latency. Noisy latency-ს რო ეძახი, ხვდებით რას ნიშნავს? Diffusion-დან გახსოვთ. კი. Okay. კაი, და ჩვენი ref latency-ები ახლა ამ შემთხვევაში არის K, ანუ რაც იქნება რა 1.16. მოდი შევთხოვოთ, რადგან 3 სურათი არის 4.16-3. დამოვიდეთ რა ეს და იგივე რეზოლუციის რეფერენსები გვაქვს, ერთ და იგივე რეზოლუციის სურათს ვაგენერირებთ და ვიც ამ შემთხვევაში იქნება იგივე. ეს გავაკეთეთ. ეხლა მე მინდა რომ დავწეროთ ჩვენი ფუნქცია რავი, მოდი ვნახოთ ref masking დავარქვათ ამ ფუნქციას. მოდით ახლა დავახმაროთ ამის დაწერაში. რით დავიწყოთ? ჯერ self-attention-ით Q-ზე? Self-attention-ით Q-ზე მოგეთ. აი, ნუ აშ შევწეროთ, რომ Q IDX-ი
რა. როგორ შემიძლია დავწერო, რომ ყველა Q ტოკენმა, ყველა K-ის ტოკენს მომეწოს ყველა. ნუ დაუდროდეს ერთმანეთს არა? კი, ზემოთ ერთი შესამა დაუშვი ხდებით. ეს უნდა იყოს 4.16 იმიტომ რომ self-attention-იც ხო გვინდა query-ის ნაწილი, query-მ თავისას მიაქციეს, ანუ query-ის ტოკენებიც უნდა იყოს და არა მარტო reference-ის ტოკენები. ანუ reflate, ასე იგი noisy latent tokens plus reflectants. ასე იგი უნდა უდრიდეს ამას, self-attention დავაკოთ ამას მოდი. კარგი. ესე იგი ჩვენი მატრიცა როგორი იქნება, ხო? გვექნება ჩვენი score attention matrix. გვექნება ესე იგი row-ები. უფრო ნაკლები row ვიდრე column-ი, ხო? იმიტომ რომ ჩვენ reference არის 4 ჯერ დიდი. ესე იგი ჩვენ აქ რა გვინდა? ჩვენ ვიცით რომ უეჭველი ეს უეჭველი გვინდა რომ იყოს, ხო? ანუ აი ესე დავწყოთ. მაგრამ ამავდროულად ჩვენ კიდევ რა ვიცით? აქ რა გავაკეთეთ კიდევ? სხვა ფოტოებზე რო ისმის. სხვა ფოტოებამდე უფრო მარტივი არის. ჩვენ ხო თლიანად გვინდა ეს full attention იყოს, full self attention. ანუ ეს ნაწილი ხო არის noisy latent-ების. ეს ბლოკი. ჩვენ ხო თქვით რომ self attention უნდა შესაძლებელი იყოს. თვითონ ჩვენს noisy latent-ებში. ეგ როგორ შემიძლია დავწერო? ანუ მარტო მაგ ბლოკზე რო გავაკეთოთ self attention-ი, სხვების masking-ი რო გავუკეთოთ. ხო, მოდი ჯერ ამით დავიწყოთ და მე შეგვიძლია or ეს დავუწეროთ ასე ვთქვათ, or condition-ი რითიც გადავაყოთ მე ამ mask-ს. ანუ პირველ რიგში შეგვიძლია დავწეროთ აქ, რომ აი ეს ამ ბლოკმა, ამ ბლოკის Q-მ ყველა K-ის მიაქციოს ამ ბლოკში ყურადღება. ის კეივი ხო 20 დავამრავლეთ. კი. და ერთი მეოთხედი ავიღოთ პირველი და მაგაზე ვქნათ. მიგანახე როგორ დავწერო. Q index-ი ნაკლები ან უდრის 96-ს და უდრის KVADX. ესე რომ დავწეროთ, არის მუშაობს? ხო, 95 აქ. ჩვენ ვამბობთ რომ 95 ნაკლები უნდა იყოს, სწორი 95-ზე. ხო? 96 თუ არის, უკვე ამას აღარ მიაქცევს ყურადღებას. ხო? იმიტომ რომ ჩვენი Q index-ის მაქსიმალური მნიშვნელობა რა არის? არის 95, ხო? იმიტომ რომ 96 ტოკენი გვაქვს. 96 როდესაც გაცდება, 96 ან მეტი როცა იქნება, უკვე ამ ტოკენებს აღარ მიაქცევს ყურადღებას. ჯერჯერობით. ეს არის ჩვენი იმპლემენტაცია სწორი. ხო? ეს მომენტი გასაგებია. Okay, self attention მოდი დავაწეროთ ამას noise latency. ეს არის ერთი condition. ახლა მოდი გავაგრძელოთ, ხო? ანუ სადღან ერთ line-ში გვეწერა ეს causal attention იმას კი არნიშნავს, რომ არ შეგვიძლია უფრო დიდი იყოს ჩვენი masking-ის ფუნქცია. ახლა ჩვენ რა გავაკეთეთ? ეს დავაიმპლემენტირეთ, აი ეს ნაწილი. მოდი. მოდი აი ამით ავიწყო. აი ეს ნაწილი დავაიმპლემენტირეთ, ეს ნაწილი. და ხო, მეტი არაფერი ჯერჯერობით არ დაგვიმპლემენტირებია. აი მოიცა ამას წავშლი ახლა. წავშლილი სად არის აქ? Okay, კაი, ახლა შემდეგი რა გვინდა დავაიმპლემენტიროთ? შემდეგი იყოს, მოდი, აი ეს ხაზი დავაიმპლემენტიროთ.
როგორ გავაკეთეთ? ან სამივე ხაზი მოგიყარა. სამივე ხაზი რას ნიშნავს ახლა აქ, რომ query-მ უნდა მიაქციოს ყველა key-ის ყურადღება. მაგრამ დაიცე ხა ხა რომ ფიქრობ query-ც უნდა იყოს 91-ზე, როცა ისეთი კაი მაგალითი გამოვიდეს, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში masking საერთოდ არ გჭირდება. იმიტომ რომ ყველა noise latent-ის query, ყველა token-ი query-ში არის noise latent-ი. და noise latent-ი ყველა access ყურადღებას და თავის თავსაც access ყურადღებას. ეგ გასაგებია? არა, ვერ გავიგე. ხო, ამიტომ ან query-ში თუ გვაქვს მარტო ეს noise latent-ები. ხო. query-ში თუ გვაქვს noise latent-ები მარტო. მაგ შემთხვევაში masking საერთოდ არ გჭირდება. იმიტომ რომ ეს მონაკვეთი ხო არის query-ის მონაკვეთი მთლიანად. ეს row-ებში query-ის ტოკენები არის. და column-ებში არის query-ის ტოკენები, query-ის რა? noise latent-ის ტოკენები plus reference-ის ტოკენები. და ჩვენ აქ ფაქტობრივად რას ვაკეთებთ, რომ რომელმა ტოკენმა რომელ ტოკენს უნდა მიაქციოს ყურადღება რომელმა ტოკენმა query-დან რომელ ტოკენს key-ში უნდა მიაქციოს ყურადღება. და query-ებში რადგან მარტო noise latent-ები გვაქვს, ჩვენი noise latent-ის თითოეულმა ტოკენმა გვინდა რომ მიაქციოს ყველა სხვა ტოკენს ყურადღება, ხო? ასე რომ ეს masking საერთოდ არ გჭირდება, მთლიანად უნდა იყოს ასე თქვა აქ. თუ გავუგებარია შემიძლია გავიგო. და მთლიანად რო იყოს რა პრობლემაა? მთლიანად რო იყოს პრობლემა არ არის, უბრალოდ მე masking არ გჭირდება. მივხვდი მაშინ. და ხო, მაგალითად კარგი არ გამოდის რა, იმიტომ რომ masking საერთოდ არ გჭირდება. და მოდი ახლა რა გავაკეთებთ არის, რომ ჩვენი query-ც იყოს, reference latent-ები ჩვენს query-შიც იყოს რა. ან ჩვენ ესეთი მარტკუთხა მატრიცა კი არ გქონდეს. მოდი ახალს გავხსნი, იმიტომ რომ ან ჩვენ ესეთი მატრიცა კი არ გქონდეს. არამედ გქონდეს უფრო დიდი. ეს არის კაი, ხო, TL დროც კაი არის. მოდი TL დროზე კაი არის, TL დროზე გავიხსნით. აი, მოდი. სოდარიაკ. ქვემოთ დავუვიქრე. ოკეი. აი, თქვა გვაქვს ასეთი კვადრატული არ არის, წამოვიდნენ რომ კვადრატული მატრიცა. სადაც პირველი ნაწილი არის ref latent-ების, ხო? ეს ნაწილი. დანარჩენი ნაწილი რა? ესე იგი, ეს არის. მოდი შავად აღნიშნო, რომ წინაზე ის იყოს, რაღაც თქვა სწორად. ეს მართლა საჭიროა რა. დაფარო აქვს და ხატავენი. გაცილებით უფრო მარტივი არის. აი, შემდეგი არის წითელი. Perfect. კვადრატები, მაგრამ თავარი არის რომ პოინტი გაიგოთ. მწვანე იყოს ბოლო. ეს ნახაზი გასაგებია? ან ჩვენი query ტოკენები არის ესენი. ესენი არის ჩვენი query ტოკენები. ეს არის ჩვენი query ტოკენები. ეს არის ჩვენი query ტოკენები. დანარჩენი ესენი. ეს არის უკვე პირველი conditioning-ი. მეორე conditioning-ი და მესამე conditioning-ი. ხო? ეს გასაგებია? იტესეთ. ხო, ჩვენ რა გვინდა ესე იგი, ჩვენმა query ტოკენებმა გვინდა რომ ეს კლient მიაქციოს ამ კლიანტ ყურადღება. შემდეგ აქ უკვე აქ წითელი კუბიკი რო გვექნება ქვემოთ. აი ეს ხო არის უკვე პირველი reference latent-ების query.
ამათმა რა უნდა გააკეთონ? ეს სავსე უნდა იყოს? ესენი უნდა დავმასკოთ თუ არა? არა. ესენი უნდა დავმასკოთ, რატო? ჩვენ ხომ ავობთ რომ ჩვენმა რეფერენს ლატენტებმა არ გვინდა რომ noise ლატენტებს მიაქციონ ყურადღება. და ეს რაც შეესაბამება ეს პირველი ბლოკი, ეს არის ესე იგი ჩვენი KV-ის ტოკენები, მაგრამ ზემოთ column-ში გვაქვს query-ის ტოკენები, ხო? Query-ის კი არა, noise latent-ის ტოკენები. ხო? კი. ჩვენ არ გვინდა რომ აქ ყურადღება მიაქციონ ამ ფაქტობრივად. ჩვენ გვინდა რომ query, ჩვენ გვინდა რომ ეს იყოს მარტო attention-ი ამისთვის, reference latent-ებისთვის. აი აქ გვინდა რომ ყურადღება მიაქციოს. დანარჩენ სხვაგან არც არ გვინდა. მივხვდი. კიდევ რა გამოანო, კიდევ ერთი, ესე იგი, ამაზეც არ გვინდა ხო რომ მიაქციოს ყურადღება. იმიტომ რომ ჩვენ რა ვთქვით რომ ჩვენმა რეფერენს სურათებმა სხვა რეფერენს სურათებზე ინფორმაცია არ უნდა იცოდნენ. ეხლა ეს სწორია თუ არა სწორია გენერაციისთვის, მაგაზე არ დავიწყოს შეობა, უბრალოდ მაგალითისთვის ვიღებ. აქაც არ გვინდა რომ მიაქციოს ყურადღება. და ნუ აქაც არ გვინდა რომ მიაქციოს ყურადღება. ეხლა შემდეგი რა ვიყოს შემდეგი ბლოკი. შემდეგი query-ის ტოკენები არის ეს უკვე მეორე უკვე შარვლის ისინი, შარვლის ტოკენები, შარვლის სურათის ტოკენები. ამ შემთხვევაში ჩვენ აქ არ გვინდა რომ მიაქციოს ყურადღება, აქაც არ გვინდა რომ მიაქციოს ყურადღება, აქ გვინდა რომ მიაქციოს ყურადღება. მოდი აქაც დავხაზავ. ლურჯი არ უნდა იყოს. ლურჯი უნდა იყოს? არა უშავს. არა მოდი გავაკეთოთ ეს. შეიძლება აგირიოთ. კაი, უცებ გავაკეთებ, მომდი გოდიში. ეს. კაი, ოკეი. ეს არ გვინდა, ეს არ გვინდა, ეს გვინდა. ანუ ფაქტობრივად დიაგონალზე ჩვენ გვინდა რომ დიაგონალებში რეებიც არის, იმათმა ერთმანეთს მიაქციონ ყურადღება და რაც დიაგონალებში არ არის, იმათმა არ მიაქციონ ყურადღება რეფერენსებისთვის, ხო? კაი, მოდი ახლა ეს დავწეროთ თონს. აი, პირველ რიგში მოდი მოვაგვაროთ ეს noise latent-ების საქმე. Noise latent-ების საქმე და აი ეს attention-ი რომ თლიანზე იყოს, მოდი ბარემ ხაზგან. ის აღნიშნა შემოვიღეთ, ამას უნდა კონდეს, ამას უნდა კონდეს, ამას უნდა კონდეს, ამას უნდა კონდეს. აი ეს დავწეროთ პირველი. აი ეს ნაწილი. როგორ შეგვიძლია ეს დავწეროთ? queries ინდექსები, აქ ხარ 95. ანუ არ შეგვიძლია დავწეროთ queries ინდექსი თუ ნაკლები ანტოლი, ნაკლები 96-ზე. ეს არის noise latent ტოკენები, ხო? თუ ნაკლები 95-ზე და ფაქტობრივად რა გვინდა, კიდე გვინდა რამე მეტი? queries index, ხო, ნუ KV-ის ინდექსი ნებისმიერ უნდა იყოს. აი, ეს არის noise latent-ის attention. ახლა დავწეროთ, მოდი მეორე latent-ის attention. მეორე რა შეიძლება ამ შემთხვევაში იყოს? მეორე მეტი უნდა იყოს 96-ზე და ნაკლები უნდა იყოს 96 გამრავლებული ვერზე. Q ინდექსი მეტი უნდა იყოს 96-ზე და ნაკლები ახლა ამას hardcoding-ს ვაკეთებთ ამის 96-ების, მაგრამ ზოგადად ეს როგორც წერება არის, რომ ეს კიდე ფუნქციაში იწერება და იმ ფუნქციის ცვლადები არის მე. მაგრამ ამისთვის სასწრაფოდ ოკეია. კაი, ახლა ამას რო შევხედოთ. ეს სწორია? ეს ხო ნიშნავს, რომ ანუ referent ერთის attention-ი რა უნდა იყოს, ხო? უნდა იყოს თლიანი ეს ბლოკი. რაც არ ვარგა, ხო? იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ ჩვენი Q ინდექსი მეტი 96-ზე ნაკლები 96-ზე მიაქციას მარტო ამას ყურადღება.
ან რა უნდა დავწეროთ ამ KB-ზეც უნდა გავაკეთოთ იგივე ხო? კი ბატონო, შეგვიძლია აქ გადავაბათ. მოდი აქ კიდევ ერთი ხილი დავწეროთ. დავკოპიროთ. index მეტი კონტექსტზე. ანუ ასე შეგვიძლია თქვათ, დავკოპიროთ. გამოვიდა ლამაზად, მაგრამ არა უშავს. ამ შემთხვევაში. ეს სამზე და სამზე. კაი, ოკეი. ახლა ეს გვაქვს 3-3 ცალ-ცალკე მატრიცები, რომლებიც რაღაცნაირად გვინდა ერთად შევაერთოთ, ხო? ახლა ეს არის ცალკე რაღაცა ხომ დავაბრუნოთ. რაღაც ბულიანი. ის მესამეც ხო უკიდურესი 96-იანი გამრავლებული 4-ზე უნდა იყოს, ბოლომდე რო გააკეთოს. მართალი ხო. ხო, კი ბატონო. და ეს. ხო. ახლა ესენი რაღაცა უნდა შევაერთოთ, ხო? რა დავაბრუნოთ, იმიტომ რომ ეს ცალ-ცალკე ტენშენები არის, ცალ-ცალკე მასკები არის, ხო? როგორ შეგვიძლია ესენი შევაერთოთ? ანუ ახლა ჩვენ გვაქვს ცალკე ესეთი ცალკე მატრიცა, რომელიც არის ესეთი. ესეთი, ანუ აქ არის ასე ვთქვათ, ერთი დიდი პლუსი. როგორ შეგვიძლია ესენი შევაერთოთ? ანუ შეერთებაში რას გულისხმობთ აქ, იმიტომ რომ კონკატენცია შეგვიძლია, მაგრამ მე ყველაფერი true იქნება. ხო, მაგრამ იმას გულისხმობ, რომ ან ფაქტობრივად ჩვენ რაღაც მასკი, ერთი მასკი უნდა დავაბრუნოთ რა. აი, extension-ში. აი აქ რო იყო, მაგალითად, აქ რა არის, ხო? როგორ Q index-ზე, როგორი K index-ი მოხდეს. აი მაგალითად ეს კიდევ. აქ არის causal mask-ის და window mask-ის გაერთიანება. ანუ ფაქტობრივად აქ condition-ებს რო წერთ, მე რაღაცნაირად ესენი უნდა შევაერთოთ. ერთი ის უნდა დავაბრუნოთ რა, ერთი მასკი. ანუ ეს ხო ერთ მასკს დავაბრუნებს საბოლოოდ. და ეს როგორ შეგვიძლია დავაკეთოთ? რა ოპერაცია შეგვიძლია გავაკეთოთ აქ? ენდი ხო შეგვიძლია გავაკეთოთ? ხო? კი. ანუ ეს ავიღოთ. დავაჩინოთ უბრალოდ რა. ანუ ფაქტობრივად ამით გამოგვივა რა, რომ აი მაგალითად აი ამ მაშინ მაგალითად შოკოლადას არის მოსემული. აქ რა უნდათ ესე იგი რომ გააკეთონ? უნდათ causal masking-ი, იმიტომ რომ ნუ თქვათ LLM-ს აკეთებენ მაგალითად რაღაც next token გენერაციას. მაგრამ ამავდროულად უნდათ window masking-ი, ანუ რომ თქვათ ერთმა ტოკენმა client sequence კი არ მიაქციოს, ყველა მიაქციოს 1024 ტოკენს, ხო? და ნუ მე ერთმანეთთან აერთიანებენ უბრალოდ ენდით. ორი რო გამოყენებია, არასწორი იქნება და მე მთლიანად ყველაფერი დადებითი გახდებოდა, ხო? კი. აი, ეს ნაწილი გასაგებია, ანუ მასკინგის ნაწილი როგორ იწერება. კი. ოკეი, კაი. ასე იგი ბლოკ მასკი გავაკეთეთ. მოდი ახლა აუშვათ ეს flex attention-ი, რომ ნახოთ რა არის. აქ არ მაქვს torch დაინსტალირებული. არ მაქვს. ამ დავინსტალირებთ. კაი, ამას წავშლი მოდი. ყველაზე წაშლი აღარ გვჭირდება. და ref masking-ი არის, იგი block mask-ს ვსვნით და flex attention-ს ვაკეთებთ. Flex attention-ი იგივეა, რაც აი torch-თან თუ გამოგიყენებიათ, რაც მას როგორ არის. SDPA-ს როგორ არის? Product attention. რა ქვია? Scaled product attention.
functional import skill calculate attention. ანუ ეს უბრალოდ იგივეა, ეს გააკეთოთ რა. უბრალოდ masking-ით. Flex extension-ი ქვია, იმიტომ რომ როგორც block mask-ი გამოიყენოს. კაი, მოდი ახლა ეს out ნახოთ და ამე ხوار შეგვიშალა შევამოწმოთ. Torch not compiled is CUDA enabled. Submit hops error CUDA მინდოდა. რა? Block masks. By default CUDA-ზე ქმნის თუ ნახევარში. Ani media CPU-ზეც აქვს support-ი. ძალიან საწყარო იქნება. Sequence length on the outer attack. Sequence length იქნება context measure 4. Context measure 4. Okay, კაი. ახლა მოდი ეს რაღაც დავიბრუნა. ხო, ახლა მოდი რა გავაკეთოთ. შეიძლება დავიბრუნა. ყველა pay დამასკა, რაღაცა რო დამასკა. Okay, shape normally. ენდი რო არის მაგის ბრალი ხო არა? აქ ორი უნდა იყოს. ანუ ეს მაგალითად რას იზამს, ხო? Q index-ი თუ ის ხო ენდი არასწორია. Q index თუ ნაკლებია 80-ს დავუბრუნოთ ამას. Q index თუ ნაკლებია 96-ზე. აქ უნდა იყოს კონი და არა Q index იყო ნაირად ყველას გვინდა რომ ეს პრობლემა. ორი რო დაუწეროთ აქ თუ true იქნება. მაგრამ ამათ გადაკვეთა არა აქვს, ასე რომ 2 წესთან უნდა გაუფუჭოს რა C-ი, მაგრამ აიცა. ანუ აქ შეიძლება ორი რო დაუწერო, noise latency attention-ი, მაგრამ noise latency attention-ი მარტო ამაზე არის, ხო? ზედა ნაწილზე. ამას აკეთებს, ამის გათხრობას აკეთებს, ასე რომ ეს ამისი და ამას შორის ორები წესით პრობლემას არ შექმნებს. აი, აქ ორი იყოს. მოდი ახლა აქ გავფიქრდეთ ესე იგი. ეს მთელი რას მოგცემს ეს რა? პატარა ფანჯარას მოგცემს, სადაც true იქნება. ორი გჭირდება ხო? ორი. ეს გასაგები რა თქმა უნდა, შევამოწმოთ სანამ. Okay, ეს უკეთესი არის. ეს გასაგებია ორი რა თქმა უნდა, ND სისულელე იყოს. არტოვებდა იგივეს. აქ შეგვიძლია 3-იც გვეხმარა, ხო? Torch 3, მაგრამ არაფექტური იქნებოდა. სად რო გვეხმარა 3? აი, noisy labels და აი ყველა მასკი რაც არის, ეგ ხო ბინარული მასკი არის ჩვეულებრივი და რო აჯამო Torch 3-ით მიიღებ ნულიანებს და რაღაცა ციფრებს. აქ რო აჯამოთ მაგალითად? ხო. და ორები აღარ უნდა. თალსაკე 3 reduction-ს არ გააკეთებს? ან რო კონდეს მაგალითად ტენზორი 1 300-ზე ამ ტენზორზე რო 3 გააკეთო ასე ტენზორზე ეს ხო ფაქტობრივად ეს დაგვიბრუნებს ხო? ხო, element wise 3 რო გააკეთო, მაშინ მუშაობს. კიდე იქ ხო element wise or 3 რას მოგც მივხვდით. კი. იმიტომ რომ ერთმანეთთან გადაკვეთა არა აქვს და 0-ს ყველგან ერთ დაემატება 0. ხო, კი, ბატონო. კი. ხო, კითხვა იყო. კიდე იქ მეტია რო გვიწერია, მეტია ანტოლი არ უნდა? ის აქ მეტ ანტოლი კი ბატონო, კი, კარგი შემჩნევა არის, მადლობა. კაც ხო. კაი, მოდი ახლა რა გავაკეთოთ? პატარა ტესტივით გავაკეთოთ, მოდი.
რა გავაკეთე, ესე იგი, ეს იყოს ზიროები, რო გავტესტოთ ჩვენი ფუნქცია რაღაცნაირად. მოდი ეს ზიროები იყოს და რაღაცები მივანიჭოთ ჩვენს ფუნქციას. მოდით წარმოვიდგინოთ, რომ query-ს ყველა noise latency მივანიჭოთ 1. და ამ შემთხვევაში თამას გავაკეთებთ. მაგ შემთხვევაში და keys ნაწილშიც მოდი ჩვენს ასე თქვათ, ჩვენს noise latency-ებსაც და value-საც კონდეს 1. განსაკუთრებული იყოს. ამ შემთხვევაში აი მოიწოდა ახლა აქ shape დავბედოთ. ეს არის ეს და აქ ავირჩიოთ, მოდი. ესე იგი ამ შემთხვევაში ყველა RRF latency-ები უნდა იყოს 0, ხო? ეს 0-ები უნდა იყოს. ოკეი, ეს 0-ები არის. და თქვათ, მოდი 99 რო გავაკეთოთ, რომ დავუკვირდეთ, რომ ეს 0 არ არის. ოკეი, კაი, მშვენიერი. ანუ დღეს ფაქტორად ამჩნევა მინდოდა. აი, საერთოდ მოდი მოვძებნი რეპოს. სადაც ეს swing attention-ი შეგიძლიათ ნახოთ და შემდეგ ამ flex attention-ი დაიმპლემენტიროთ. პატარა იმპლემენტაცია მაქვს, ძალიან რაღაც რამდენიმე 200 ხაზი აქვს უბრალოდ მახსოვს, უფრო სუპერზე 200 ხაზი. დაიცა. პატარა ტრენინგის კიოტიც მაქვს, ემნისცეთ, ვიდეო დატრენინგება. ხო, ჩავაკეთე აქ ჩატში. ერთ-ერთ ასე თქვათ აი დავალებას არ დავუძახებ, იმიტომ რომ დავალებები მგონი არ გაქვთ. პატარა challenge-ად შეგიძლიათ აიღოთ, რომ ეს აიღოთ და იმის მაგალითად რომ აქ რაღაც masking-ი რო არის მოდებული, flex attention-ი დაიმპლემენტიროთ და უფრო efficient გახადოთ ეს. ხო, დამოვიწყდა flex attention-ის ასე თქვათ, თავარი აზრი ის არის, როდესაც მაღალი sparsity გაქვთ. Sparsity რაც ნიშნავს, როდესაც attention-ი ბევრ მატყუპენად ბევრ ტოკენს არ უნდა მიაქციოს. Sparsity თუ არის 2% ან 3%, ნიშნულობა არ აქვს. იმიტომ რომ აი 2 და 3% თუ არ გააკეთებ კალკულაციას, კოდის გენერაცია ისეთ კარგკერნელს ვერ დაგიგენერირებს, რომ თქვათ რაღაც flash attention დაჯოგოს რაღაც ეგეთი. ნუ papers implementation მინდა, მაგრამ აი ეს ვერტ მომენტზე წესია და ეხლა debugging-ი რო გამეკეთებინა. მაგას მერჩინა flex attention-ი გამერჩია თქვენთან ერთად. და sparsity სად უნდა იყოს? Sparsity არის თვითონ block mask-ში, ანუ mask-ის sparsity რაც გულისხმობს, რომ ანუ თუ თქვათ, წარმოვიდგინეთ, რომ გვაქვს 10000 ტოკენი, ხო? და 10000 attention-ს ვაკეთებთ. 10000 attention-ს თუ ვაკეთებთ და sparsity როგორ განისაზღვრება პროცენტულად, ხო? 10000-დან რამდენს არ უნდა მიაქციოს ყურადღება. ეგ არის sparsity, ანუ თუ თქვათ ერთმა ტოკენმა მარტო ერთ ტოკენს უნდა მიაქციოს ყურადღება, ის იქნება 10000 ჯერ 10000 იქნება ნიშნულში და 10000 - 1 იქნება რიცხვში. ანუ ბევრი მასკი თუ გვაქვს მაშინ. ხო, ანუ ბევრ ტოკენს თუ მასკავთ მაგ შემთხვევაში, მაგრამ ნუ ესე ვთქვათ, იმის მაგალითად რომ ეს რაღაცა წესად აიღოთ, მაგას ყოველთვის ჯობია benchmark-ი გააკეთოთ. რომ აი მოდი flex attention-ს თუ გამოვიყენებ და ჩაოლებრივ torch attention-ს გამოვიყენებ, ამ ხელას პირი ექნება. ანუ დაახლოებით თუ იცით, რამდენჯერ სწრაფი არის? ან ოლიმპიადაზე ღირს ამის გამოყენება თუ დაგვრჩეთ? ოლიმპიადაზე ჩემი ეს უნდა შეხოთ, როგორი attention-ი გექნებათ. თუ attention-ი sparse არ არის, ანუ უმეტესობა ტოკენებმა უმეტესობას მაინც უნდა მიაქციონ ყურადღება, მაშინ არ ღირს ამაზე დროის დახარჯვა.
თუ ნახავთ რომ თქვათ უმეტესობა ტოკენებმა არ უნდა მიაქციონ ყველა მაგ შემთხვევაში კარგი იქნება რომ გამოიყენოთ ეს. მაგრამ ნუ ოლიმპიადაზე ბენჩმარკინგი იცით კუდაზე ძალიან რაც მარტივად გეთება. უბრალოდ ერთი ტრიკი რა ნუ ასე თქვა კავიათ არის რომელიც უნდა გაითვალისწინოთ. მე არ ვიცი. ხო, კოდას ფუნქციებს რო უშვებთ, ეშვება ასინქრონულად. რაც იმას ნიშნავს, რომ გაუშვებთ CPU კი არ ელოდება GPU-ს, რომ ინფორმაცია კი არა და აუთპუტით ამიბრუნეო. შეუძლია შემდეგი რაღაცების გაშვება. და თუ არ დაუწერთ torch ან რაღაცა ოპერაციის შემდეგ თუ არ დაწერთ torch CUDA synchronize ისე გაზომავ დროს მიიღებ რომ გაქვს რაღაც სუპერ სწრაფი ფუნქცია. იმიტომ რომ მარტო გაშვების დროს დაგილოგავს. მაგრამ თუ ამას დაწერ, ანუ აი მაგალითად პატივად განახოთ დავაშერებ ეცა. აი თქვათ გვაქვს ესეთი რაღაც. ერთი მატრიცა, მეორე მატრიცა. აი ის MPS-ი არის, დამოდი MPS-ზე გავაკეთებ. და განახეთ. და რა ვიცი დრო, ორ შეგვიძლია მარტივად გადავმოძრო, time რაღაცა, ref counter. FPR. ანუ თქვათ აქ გავუშვათ რაღაც, თქვათ 100 ჯერ. 1000 ჯერ იყოს კაი. მატრიცის გავლა. აი, და მე დავკინდოთ ეს არის. მოდი გავუშვათ ახლა ეს ფუნქცია. 0.45. 0.40. ანუ ეს ამობს რომ 0.40 წამში გააკეთა ამდენი მატრიცის გამრავლება. მაგრამ ჩვენ თუ დავწერთ MPS synchronize და ნუ CUDA შემთხვევაში იქნება CUDA synchronize. ეს მოგცემს სწორ დროს. იმიტომ რომ ფაქტობრივად როცა ეშვება ის არ ელოდება გაშვებას იმ კერნელის. ანუ აი მაგალითად ეს რო დავწეროთ. რაღაც დიდი მატრიცები ავიღოთ, რაღაც 4000 მაგალითად. ანუ უფრო დიდი შეგვიძლია გავაკეთოთ, მეტი არ დაიქრეშე. ეს რო გავუშვათ, გვიწერს რაღაც რომ 0.002 წამში გამრავლა ამ ხელა მატრიცა. მაგრამ ეს არის ტყუილი, იმიტომ რომ ეს არის ასინქრონული. აი რადგან GPU-ზე გვაქვს ეს ტენზორები. რადგან ეს არის ასინქრონული, ჩვენ თუ ამას არ დავუწერთ, ვიფიქრებთ, რომ ძალიან ჩქარი არის ჩვენი კერნელი. მაგრამ რეალურად არ არის ჩქარი. რეალურად 0.13 წამი აქვს. ხო, ეს არის ანუ სწორი benchmarking-ით თუ მე გააკეთოთ ეს synchronize აუცილებლად უნდა დავუწეროთ. თორემ ისე უბრალოდ გაშვების დროს დავუგავთ რა. ეს არის GPU-ზე ლონც. CPU-ზე იგივე. CPU-ს არც აქვს ეს synchronize, იმიტომ რომ CPU-ზე block of CPU-ს და ვერ აფიქსებს executions. ხო, ეს გასაგებია? კი. აი, რამე კითხვა ხوار გაქვთ? აგეთ, მაშინ მადლობა და მგონი კარგი წელი იყო ეს თქვენთვის. ილოცავთ ამ ტექსტს და იმედია შემდეგი წელი კიდევ უკეთესი იქნება. ნახავთ. კარგად, მადლობა. ნახვამდის. ბედნიერი ხარჯელი. მადლობა. კარგად. კარგად. It's a cool.